მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვრიცხავთ, თუმცა ჩვენთან არც ყოფილა ამასთან დაკავშირებით საუბრები ამ ადამიანების მხრიდან, თუმცა ჩვენ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ბოიკოტი ჩვენთვის არის მცდარი გადაწყვეტილება, იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტი გამოვიყენეთ ბრძოლის იარაღად, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავწმუნდით, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, რომელმაც შემდეგ უარეს პრობლემებში და უარეს პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა, ეს იყო ერთწლიანი პერიოდი, რომელიც ჩვენ გავაანალიზეთ. მათ შორის შეცდომა იყო პარლამენტის ბოიკოტირება, შემდეგ უკვე არჩევნების ბოიკოტირება და შემდეგ 4 ოქტომბერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი იყო, რომელმაც უკვე საბოლოოდ დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ უკვე დავინახეთ ყველაფერი ის, რაც ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებდა ოცნებას, მათ წისქვილზე ასხავდა წყალს და ერთი წლის შემდეგ ჩვენ რა მივიღეთ ის, რომ ოპოზიცია დასუსტდა, პოლიტიკური პროცესი ფაქტიურად მკვდარია ქვეყანაში და ასევე რეჟიმი არის გაძლიერებული, მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ რეჟიმი უნდა დასუსტებულიყო ამით. მეც გქონდა თქვენ გუნდსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა შეცდომების აღიარებასთან და ახლაც ვიძახით, რომ დიახ, ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური ბოიკოტი. ანუ თქვენ პოლიტიკური ბოიკოტი, მანდატები არ დათმეთ, დაელოდეთ როგორ განვითარდებოდა პროცესები, თუ ეს იქნებოდა, თუ ეს რაღაც რევოლუციური თუ წინააღმდეგობის პროცესი მოიტანდა თავის შედეგს, თქვენ არ გამოიყენებდით ამ მანდატს, რახან აღარ მოიტანა შედეგი და ამან აჩვენა ნამდვილად დასუსტებული პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, შემდეგ გამოიყენეთ. ანუ გადაწყვეტილება იყო თავდაპირველად, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება, არჩევნების ბოიკოტირება მით უმეტეს, რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ჩვენ თავიდანვე გავემიჯნეთ ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენთვის ბრძოლის იარაღი შესაძლებელია იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით, ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებს. თქვენი გუნდი, საპროტესტო რა თქმა უნდა, პროტესტი და რა თქმა უნდა, იქ სადაც ჩვენი ამორჩეველი არის, აუცილებლად ჩვენ ყოველთვის ვიქნებით, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არ იყო არც მშვიდობიანი და არც შედეგიანი პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ გავემიჯნეთ 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. გეკითხებით, მაგრამ გასაგებია 4 ოქტომბერს ხშირად ახსენებთ, სხვათა შორის დღეს აქტუალური იყო თქვენი კომენტარი, სადაც ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდით. 4 ოქტომბერს დამხობისტები, ეგრეთ წოდებულები იყვნენ, მაგრამ ასევე იყვნენ ზოგადად ვინც არ მიდიოდა არჩევნებში, ის ადამიანებიც იდგნენ ქუჩაში და არც ერთი სასახლისკენ არ დაძრულან და ასევე ეს თქვათ ემიჯნებოდნენ ამ პროცესს. აი ამაზე რა სიტყვით, ანუ რა პასუხისმგებლობას აკისრებთ თქვენ ზურაბიშვილს? რა თქმა უნდა, აქ არ არის გასაკვირი და ჩემი აზრით არავისთვის არ უნდა იყოს ეს გასაკვირი, რომ ისმის შეკითხვები იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც გამოკვეთილად არ გმობდნენ ბოიკოტს, გამოკვეთილად განცხადებებს არ აკეთებდნენ ბოიკოტის წინააღმდეგ და ასევე მშვიდობიანი დამხობის წინააღმდეგ. შესაბამისად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტატუსი გავალდებულებს იმას, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი, იმიტომ რომ ეს ადამიანი მისგან სხვა ტიპის მოწოდება უნდა გაეკეთებინათ. აი ნახეთ, მე ვიტყვი ორი სიტყვით. ეს ადამიანი არჩევნების დღეს არ მოუწოდებდა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლას, ის მოუწოდებდა მეც არ მივდივარ რუსთაველზე მისვლისთვის მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს, შესაბამისად ამითი მან შექმნა აღქმა იმისა, რომ ეს შეკრება შეიძლებოდა ყოფილიყო მშვიდობიანი და შედეგიანი, თუმცა დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ ეს არ იყო შეკრება, რომელიც ემსახურებოდა მშვიდობიან ცვლილებას და არც შედეგიანი არ იყო, იმიტომ რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდა ოცნება და თუმცა პროცესში მან მიიღო ეს ფორმა, იქვე ქონდა ზურაბიშვილს ამაზე წინააღმდეგობა.
განცხადების სახით 4 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, იქ უკვე ქონდა, თუმცა წინა დღეებში ჩვენ ვერ მოვისმინეთ მისგან ბოიკოტის საწინააღმდეგო განცხადებები, მოვისმინეთ მხოლოდ მხარდაჭერა იმისა, რომ ის იქნებოდა რუსთაველზე ამ დღეს და ეს არ იყო მისთვის არჩევნების დღე, ანუ ის არ მოუწოდებდა მოქალაქეებს საარჩევნო უბნებთან მისულიყო. კი ბატონო, ტატა, ნახეთ, არის ხელისუფლება, არის ოპოზიციის ის ნაწილი, რომელზეც მე გელაპარაკეთ, ეს არის ბოიკოტში მყოფი პარტიები, დასრულდა ეს, მაგრამ ასე დაირქვეს, თქვა და ბოიკოტი, რომელზეც დაშენდება პროტესტიც, არასამთავრობოებიც პლუს სალომე ზურაბიშვილი, ანუ რაღაც ახალი ტიპის წინააღმდეგობის პლატფორმა, არ ვიცი რამე სხვა დაერქმება, შეიქმნება, როგორც ჩანს, სად რჩება თქვენი ადგილი. გასაგებია, რომ პარლამენტში ხართ, მაგრამ აი ამ პოლიტიკურ ველზე, ავიღოთ მაგალითად ეს ფურცელი, არის ხელისუფლება, არის ეს რაღაც ჯგუფი ოპოზიციის, იყოს სამკუთხედი, ვთქვათ, სად არის თქვენი ადგილი? რასთან ახლოს, რასთან შორს? ჩვენი ადგილი, რა თქმა უნდა, არის ბრძოლის ველზე, ოღონდ მშვიდობიანი ფორმებით, ბრძოლის ინსტრუმენტების გამოყენებით, იმისთვის, რომ შევამციროთ ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა, იმისთვის, რომ ვამხილოთ ოცნება დღესდღეობით იმასთან დაკავშირებით. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს მისია არ გამოდგა ახლა მთლად. ბოლო არჩევნების შედეგები განპირობებული იყო ზუსტად იმ ერთწლიანი მცდარი გადაწყვეტილებით, რომელიც მას წინ უძღოდა და ეს იყო ბოიკოტი, რომელსაც შემდეგ მთლიანად ბოიკოტის პროცესში გადაიზარდა მთლიანად და შემდეგ 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტირებაში გადაიზარდა და აქაც შეცდომაში იყვნენ მოქალაქეების შეყვანილები, სწორედ ისეთი ადამიანებით, რომლებიც გადაგებდნენ იმას, რომ 4 ოქტომბერს დასრულდებოდა ყველაფერი და მოქალაქეები არა არჩევნებზე, არამედ რუსთაველზე უნდა მოსულიყვნენ და აქ რაღაცნაირად ამ სახალხო კრებით ისინი შეცვლიდნენ არსებულ ვითარებას და რა მიიღეს? მიიღეს, რომ ოცნების რეჟიმმა ისევ და ისევ დაამძიმა ვითარება პოლიტიკურად, ჩვენ გვყავს 150-ზე მეტი პოლიტპატიმარი ქვეყანაში და 1 წლის წინ რა მდგომარეობაშიც ვიყავით, იმაზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ. ეხლა თქვენ ამ მოცემულობის შეცვლა როგორ ხელგეწიფება? თუ ფიქრობთ, რომ ეხლა პოლიტიკური სპექტრი 2028 წლისთვის უნდა ემზადოს, როგორც კობახიძემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, 3 წელი არჩევნები არ იქნება. ამ პროცესის და ამ მთლიანად ამ მოცემულობის ცვლილება არ არის მარტივი, იმიტომ რომ ბევრი შეცდომები იქნა დაშვებული, ამიტომ ძალიან თანმიმდევრული მყარი ბრძოლა უნდა მოხდეს რეჟიმთან, რა თქმა უნდა, მხილება და პროტესტი უნდა გადავიდეს სხვა ფორმებში, იმისთვის რომ უფრო მეტ ხელშესახები იყოს, მაგალითად რეგიონებში. რაში და იმაში, როდესაც ვხედავთ, რომ ოცნება ერძვის კორუფციას და რეალურად ეს არის ფსევდობრძოლა, იმიტომ რომ შეუძლებელია იბრძოლო კორუფციასთან და ამას მხოლოდ ღარიბაშვილი, ლილუაშვილის კლანის წინაპლანზე წამოწევით აკეთებდა, იმიტომ რომ ქვეყანაში ყავს კობახიძე, კალაძის კლანი და ის, რაც დღესდღეობით ხდება ქვეყანაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კლანური გადანაწილებები, კლანური ბრძოლები, რომელსაც მოსდევს შემდეგ იმ ჩვენი ხალხისგან მოპარული ფულის განაწილებები. ის 20-25 ოჯახი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, პარლამენტში გამოიყენეთ ეს ტრიბუნა ამ თემების აქტუალიზაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ტრიბუნას, სწორედ ხვალიდან არის სასესიო პერიოდი და რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ, რომ ძალიან ბევრჯერ გავუმეოროთ ჩვენს მოქალაქეებს და საკმაოდ დიდია ინტერესი პოლიტიკური პროცესის მიმართ პარლამენტში, საკმაოდ დიდი მოლოდინია, რომ მოქალაქეები მოისმენენ განსხვავებულ აზრს, რომელიც გაუქმდა ანუ სადამოწმებთ ამას არის თუ არა ეს ასე. სოციალურ ქსელში თუნდაც მედიის მეშვეობით საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს და მოქალაქეების მხრიდან ასევე ინტერაქციაც არის ჩვენი მისამართით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ჩვენ გვგრძნობთ და გაასმაგებული ძალი ჩვენ ხვალიდან სესიაზე აუცილებლად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც პირველ რიგში ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში ოცნების პირობებში, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოცნების ამ ყველა
ქმედებას მაშვალურგოლად ევლინება ნაციონალური მოძრაობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პოლიტიკურ მდგომარეობას. დაეხმარა 4 ოქტომბერს გულისხმობთ ისე? რა თქმა უნდა 4 ოქტომბერი. აი კითხეთ მე, ეხლა რა უნდა იყოს თქვა მოცანა ამ კონკრეტული თემებზე გამახვილება ყურადღების და 2028 წლისთვის მზადება, თუ კიდე რამე რესურსი არის, რაც აი ამ პროტესტში და წინააღმდეგობაში შეიძლება რამაც დააჩქაროს ვიდრე 2028 წლამდე არჩევნების ჩანიშვნა. სალომე ზურაბიშვილი ვახსენეთ, მასთან ეს ბოლო ინტერვიუ რაც ჰქონდა, იქ საუბრობს არჩევნებზე, რომლის მოლოდინიც აქვს, მინდა რომ ციტატა იყოს ასეთი, რომ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, ეს დროც მოვა აუცილებლად და მოკლედ ყველა უნდა ჩაერთოს ამ არჩევნებში. რა სიტყვით ამაზე? რა თქმა უნდა, ეგ საინტერესოა, როგორ აპირებენ ბოიკოტის მომხრე ადამიანები და პარტიები არჩევნებში ჩართვას. იტყვიან რომ ეს საპარლამენტო არჩევნებია, ხელისუფლების შეცვლის რესურსი აქვს ამ არჩევნებს. ჩემი აზრით, აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეჟიმთან ბრძოლა მოითხოვს პოზიციის სიმყარეს და თანმიმდევრულობას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა უარი თქვეს თვითმმართველობის არჩევნებზე, რა პრინციპით არჩევენ ახლა ისინი არჩევნებს, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას არსებული ვითარების გათვალისწინებით. თვითონ ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საუბრობთ, იქ იყო დაახლოებით ამდაგვარი კითხვა დავუსვი, რაზეც თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ცვლის ხელისუფლებას, ჩვენ ვითხოვთ ამ წინააღმდეგობის პროცესში ახალ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ის ჩაინიშნა, უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამმეორდები, რომ და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ვთვლით, რომ არჩევნები ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც პარტიამ უნდა გამოიყენოს საკუთარი ბრძოლისთვის და საკუთარი განვითარებისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამიტომაც მივიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ჩემთვის ბუნდოვანია ბოიკოტის მომხრე ადამიანების და პოლიტიკოსების შეხედულებები, რა პრინციპით ახდენენ ისინი მზადებას თუნდაც საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩაინიშნება, ან რა პრინციპით თქვეს უარი თვითმმართველობის არჩევნებზე. გიგპასუხობთ, რომ ის არ იყო ხელისუფლების შეცვლის არჩევნები, თვითმმართველობის დონეზე ეთყობა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს გასაგებია, თუმცა ჩვენ იგივე მოცემულობაში გვიწევს ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, რა მოცემულობაშიც ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები და მათი ბოიკოტით, მათ მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერეს რეჟიმი და გააკეთეს ის, რაც ოცნება სურდა მათგან, რომ გაეკეთებინათ. კი ბატონო, ხვალიდან მოკლედ სესიაზე შეეცდებით, რომ რაღაც კონკრეტული თემები, რახან კორუფცია ახსენეთ თქვენს შემდეგ, ასევე ირაკლი აბესაძე მეყოლება სტუმრად, ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს, ასევე ძალიან საინტერესო кейსია სხვათა შორის ბიზნესმენ სტეფანიანის საქმე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რაღაც ამ ტიპის ინფრასტრუქტურა კეთდებოდეს, შენდებოდეს და უცებ დღეს აღმოჩნდეს ერთ დღეს, რომ ეს იყო უნებართვო. რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია მთელი ეს კამპანია და აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნება ებრძვის კორუფციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაშინ, როდესაც გამოკვეთავ ლილუაშვილი ღარიბაშვილის კლანს და მათთან დაკავშირებული ადამიანების კორუფციულ სქემებს და არ საუბრობ კობახიძე კალაძის კლანზე, არ საუბრობ იმაზე, რომ თბილისს დღეს მართავს კორუფციის სიმბოლოდ დასახელებული კახი კალაძე, ჩემი აზრით ეს არის ფსევდობრძოლა კორუფციასთან და ახლა ძალიან ბევრი პოსტი გვხვდება თუნდაც სოციალურ ქსელში კორუფციის შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ინიცირებულია ამჟამად პარლამენტში და აქაც ესე იგი მრავალწლიანი დეკლარაციების შევსებით ფიქრობენ, რომ დაამარცხებენ კორუფციას, მაშინ, როდესაც ელემენტარულად თუნდაც ბატონი ღარიბაშვილის შემთხვევაში ვერ გავიგეთ იმ თანხის წარმომავლობა, რომელიც მან მამამ საჩუქრად გადასცა. ანუ მაშინ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ კორუფციას ვებრძვით და ამას დეკლარაციებით ვაპირებთ და არ ვაპირებთ იმ ადამიანების მხრიდან დეკლარაციების შევსებით, რომლებიც არიან ამ კორუმპირებული ადამიანების უახლოესი ნათესავები. აქედან გამომდინარე, ყველა ის ცვლილება, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ყველა ის ქმედება, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის
სახელით იდენტიფიცირდება დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ და მხოლოდ კლანური ბრძოლები და ხალხისგან მოპარული ფულის გადანაწილება და კიდევ ახალი 20-25 ოჯახის გაჩენა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც სარგებლობენ ხალხის მიერ შეტანილი გადასახადებით. მადლობა.